გინდათ აი ესეთი ნაზი, უნაზესი ბლინები გამოაცხოთ, აი შუქი გაზდის, ელასტიურია, ნახეთ როგორია. აი შეხედეთ. აი არაფერი არ მოსდის, არ იხივა, რაც გინდა გაახვიოთ. თუ გინდა ხორცი, თუ გინდა ტკბილი, თუ გინდა ჯემი, აი რაც გინდათ, თუ გინდა არაჟანი, მიყევით ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და რაც მთავარია, ამაში არ არის 1 გრამი ფქვილი. მიყვარხართ. მოგესალმებით, ჩემო საყვარელო გამომწერებო, მე და სანდრო მოგესალმებით. ეხლა უნდა მოგიმზადოთ ფანტასტიკური თხელი ბლინები, რომელიც აი დედამიწის ზურგზე ნებისმიერ ადამიანს გამოუვა, არის უთხელესი, უნაზესი და მარტივი მოსამზადებელი. სულ შეიძლება 13-14 წელი გამოგვივიდეს ამ პორციისგან და ეხლა გეტყვით რა უნდა გავაკეთოთ. 1 ჭიქა რძე პირდაპირ მაცივრიდან ჩავასხათ. ესე იგი ციკვი მარილი აუცილებლად და ესე ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი უხდება ცომს, 2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი. აი 2 სუფრის კოვზი მეტი არ უნდა. ეხლა ეს კარგად უნდა ავთქვიფოთ, მე ესევე ჩანგლით პრაქტიკულია, იმიტომ რომ ჯამი არის პატარა ავთქვიფავ. ესე კარგად გამოდის უთხელესი, უნაზესი. კარგად გაითქვიფავ. და ეხლა უნდა დავუმეტოთ 2 ცალი კვერცხი. რომელსაც კარგად გავთქვებ. და დავიწყებ გამოცხობას და შედეგს გაჩვენებთ. როგორ გასქელდა კვერცხი რო ჩავასხი და კიდევ დაგჭირდება 1 სუფრის კოვზი ზეთი. ეხლა დავამატებ და დაგიბრუნდებით. 1 სუფრის კოვზი ზეთი. მორჩა. ეხლა პატარა ტაფას გავახურებ და გამოვაცხებ. და გაჩვენებთ როგორი თხელი, როგორი ნაზი მართლა პირში დნება. ნებისმიერ თუ გინდა ხორცი გაახვიეთ, თუ გინდა ჯემი და არაჟანი, აი რაც თქვენ გაგეხარდებათ. აი ესეთი მასა გამოგვივიდა. მორჩა. არც მიქსერი უნდა, არაფერი არ უნდა. დავიწყებ ახლა გამოცხობას და გაჩვენებთ ყველაფერს. აი ესეთი ზომის ტაფა და გამოდის, აი ნახეთ, აი უთხელესები, უნაზესი. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს გიყვართ ესეთი თხელი ბლინები და გადაირევით ამ რეცეპტზე. ეხლა მე მიჭირავს ხელში აი ესეთი ჯოხი, გასწავლით 1 საიდუმლოს და ეხლა ნახეთ რა მარტივად, აი ოდნავ პირს რო აიწევს, გაჩვენებთ რა მარტივად მოხსნი. აი კარგად რო ააწროთ, აი ესე, აი ძალიან მარტივია, აი ერთხელ და უკვე მოყვებათ ხელში, აი ნახეთ, აი 1 ოპა და გადმოეტრიალებთ. ძალიან პრაქტიკულია ესე გაკეთება. უმარტივესია, ესეთი ჯოხი მიჭირავს, ესე შემოურბენ და უკვე გადასატრიალებლად მზად არის და გადმოვატრიალებ წამში. და აი ესეთ საბოლოო შედეგი გამოვიდა 13 ცალი და აი ვერ გეტყვით ამის სინაზეს. აი ნახეთ როგორია, უთხელესი ხოა. მე ვერა ისეთი სიფრიფანაა. აი ვაიმე რა. აი შეხედეთ რა, როგორც გინდა გადაკეთე, სანდრო ნახე რანაირია. შეხედე და შეხედე. ეგა დროიტილოები დააცხე. შეხედე რა, აი ელასტიური, უნაზესი და თან ფქვილის გარეშე. ვისაც გინდათ, აი უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. ეს არის სასწაული, აი ნახეთ კიდე ხედავთ, აი შუქი გაზდის ისეთია, უნაზესი. აი და ყარე შაქარი გავძვრას. ძალიან გემრიელია.